კითხვა მაქვს. ხშირად ხომ გეკითხებიან ცოლი როდის მოკავსო? ხო და ჩვენი მთავარი პროდიუსერი ლიკა მენაღარიშვილი ხო იცი? როგორი ყვარს ეს სიმბოლური რაღაცები და ნახე რა თემა მომცა. გლდანში პირველად ქორწინების სურვილი წყვილებისათვის ქორწინების სახლი გაიხსნა. საქართველოს ტერიტორიაზე დღეს მდგომარეობით 7 ქორწინების სახლი და 29 ქორწინების სივრცეა. თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. იუსტიციის სახლი წყვილებს ქორწინების რეგისტრაციის მრავალფეროვან სერვისს თავაზობს. ამ და სხვა სიახლეებზე მეც ჩვენი სტუმარი იუსტიციის სახლის ქორწინების დეპარტამენტის უფროსი ინგა კობახიძე გვეტყვის. ქალბატონო ინგა მობრძანდი. ძალიან საინტერესო თემით ახართ წარმოდგენილი და რა თქმა უნდა. ქალბატონი ინგა დანახვა ჩემთვის ასოცირდება ყოველთვის რაღაც აი ბედნიერ დღეებთან. რა თქმა უნდა მოგესალმებით. მაინტერესებს განქორწინების სახლის არსებობს? არ არსებობს და განქორწინება არ გვინდა სანამ ჯერ დაქორწინებულები არა ვართ. ეხლა რატომ გაიხსნა მორიგი ქორწინების სახლი მოთხოვნიდან გამომდინარე თუ რამე სტატისტიკაზე დაყრდნობა? მოთხოვნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაიხსნა ქორწინების სახლი არ გაიხსნა, გაიხსნა იუსტიციის სახლი, სადაც არის ქორწინების სივრცე გახსნილი. კი ბატონო. ეს სივრცე ძალიან ცერემონიისთვის ძალიან დიდი რომ იყოს მასთან ადაპტირებული ძალიან დიდი ზრუნვით არის მოწყობილი, მუსიკალური გაფორმებით, წამყვანის მომსახურებით ძალიან ლამაზი. და ძალიან კომფორტული გარემო არის მოწყობილი. გიორგის რომ ცოლის მოყვანა მოუდება ახლა ჩვენ შევუკვეთოთ უნდა როგორი ფერის ყვავილები გვინდა შეკვეთით შეიძლება საკადრისი რო იყოს გიორგის ხო რა თქმა უნდა ყველაფერი თუმცა გარემო ისეა მოწყობილი რომ არ საჭიროებს ყველას დააკმაყოფილებს ყველას დააკმაყოფილებს გეთანხმებით რა თქმა უნდა აი თან ჩვენთვის არ არის მთავარი რომ ქორწინების რეგისტრაცია იყოს მარტო სამართლებრივი აქტი. გვინდა რომ ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თითოეული ქორწინის ცხოვრებაში. იმიტომ რომ მაგალითად მე ქორწილი არ გადამიხდია ძალიან ბნანო, აი დიდი ისეთი დრო რაღაც ასაკის ქორწილი არ გიწევს დანა. ხო მაგას ფიქრობ და თუ დავითანხმე ჩემი მეორე ნახევარი აუცილებლად რომ ლამაზად აღნიშნოთ. თითქოს აი თანამედროვე აი გამოწვევებსაც რომ უყვასო ხო ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში შეხვდებით რომ აი რა აუცილებელია ქორწილი, აი ქორწინება, ჯვრის წერა, აი ეს ტრადიციული რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც არის ეს მოთხოვნა ისე რომ შეიძლება იუსტიციის სახლში დამატებითში გაიხსნას კიდეც ალკე დიდი კუთხე ქორწინებისთვის. კი ბატონო, სივრცე კი ეს ძალიან მოთხოვნა ყოველწლიურად ფატულობს, რა თქმა უნდა და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდანაც არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ძალიან დიდი, იმიტომ რომ საქართველოში არის ყველაზე ხელმისაწვდომი ქორწინების რეგისტრაცია. აი შეიძლება დილას წვილი ჩამოფრინდეს, მიმართოს იუსტიციის სახლს განცხადებით და არეგისტრიროს თავის ქორწინება, აიღოს ქორწინების მოწმობა. სათანადოდ დაადასტუროს და საღამოს გაფრინდეს თავის სამართლოში. ამიტომ ძალიან მოთხოვნადია საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია. მე ძალიან მომწონდა სიღნაღის ქორწინების სახლი. სულ ახლა კი რა თქმა უნდა სიღნაღის ქორწინების სახლი საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქად არის ხო აღიარებული, სადაც სიყვარული არ ჩერდება. კი. იმიტომ რომ 24 საათიანი სერვისი იყო. აი ახლა მინდა აი ამაზე განახლების კონცეფციაც კი ბატონო შედგა ესეთი ძალიან საინტერესო და ძალიან ნიჭიერი დიზაინერის დადუნა შათაშვილის მიერ შეიქმნა ეს პროექტი სიღნაღის ქორწინების სახლის განახლების, რომელიც არის ძალიან შთამბეჭდავი პროექტი. და დარწმუნებულები ვართ, როგორც კი დამთავრდება ქორწინების სახლის რეაბილიტაცია, ეს იქნება, აი შემიძლია ვთქვათ ამამაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი სივრცე. და მე ვიცი რომ 24 საათის განმავლობაში შეიძლება ქორწინება ესე შუაღამისას. ისე ვბრუნდებით 24 საათიან სერვისზე, კი ბატონო. მოქალაქეებს ნებისმიერ მონაკვეთში დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ქორწინება. ქალბატონი გაგვიხსენეთ. მოთხოვნა რომ საათებში ხო, აი ეგ მაინტერესებს. რატომ მაინც 24 საათი, ხო? საღამოს საათებში რატომ აქვს სული? არის ამის მოთხოვნა? გეტყვით, მოთხოვნა არის, როგორ არა იყო და არის მოთხოვნა, იმიტომაც გადავწყვეტეთ რომ ისევ აღვადგინოთ
30-იანისების. ნუ აი რა სიზა რომანტიული ალბათ ზოგიერთისთვის. ხო ისეთი თაობა მოდის, რაც გაიგებ, როდის რა დროს უნდებათ, კაცმა არ იცის. თუმცა ეს ყველა თაობაში ასე იყო ქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც გვითხრით სტატისტიკური მონაცემები, ქორწინების წლიური და უშუალოდ წელს მაგალითად რამდენი მინდა ქორწინება. გითხრათ, რომ ყოველწლიურად არის მზარდი სტატისტიკური მონაცემები. კარგია. კი ბატონო, 6000, 6500, 7000 წლიური მონაცემებით ესე არის. ახლა მოდით გადავიდეთ სიღნაღიდან და თბილისიდან საქართველოს სხვა რეგიონებზე ზოგს სამეგრელოზე შესტკივა გული ზოგს იმერეთზე და ასე შემდეგ. რომელ რეგიონში? საქართველოს რომელ რეგიონებში ველოდოთ? საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არის ქორწინების რეგისტრაცია ხელმისაწვდომი აბსოლუტურად. ეხლა უკვე იგეგმება და დაწყებულია მშენებლობა მცხეთის იუსტიციის სახლი, სადაც ასევე იქნება ქორწინების სივრცე და ახმეტის იუსტიციის სახლი, სადაც ასევე იქნება ქორწინების სივრცე განთავსებული, ასევე იგეგმება თელავში ქორწინების სახლის გახსნაც მომავალში. მე მაინტერესებს, როდესაც თქვენ ახსენებთ რეგისტრაცია და ჯავშნა ქორწინების, სტატისტიკურად რომელია უფრო გამოკვეთილი, კაცები უფრო ჯავშნიან თუ ქალებიც? თუ ეგეთ შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს როცა ქალი ჯავშნის. ასეთ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ კაცები უფრო აქტიურები არიან. მაგრამ არის ქალის შემთხვევა, როცა ჯავშნის ცერემონია. განცხადება, ინახეთ ჯავშანი არის წინასწარ დაჯავშნების და დროის და განცხადების მიმართ აუცილებლად ორივე უნდა იყოს. კი ბატონო. მარტო კაცი. გასაგებია. ასევე დავაკონკრეტოთ აქვე თუ შეიძლება აი უცხო ქვეყნის მოქალაქე თქვენ ახსენეთ რომ იმ დღესვე არის შესაძლებელი ხო? ანუ წინასწარი ჯავშანი ამ შემთხვევაში როგორ ხდება? არ არის საჭირო. პირდაპირ შეიძლება დავრეკო. კი ბატონო, პირდაპირ შეუძლია მიმართოს ნებისმიერ იუსტიციის სახლს განცხადებით და კი ბატონო. ოღონდ აი აქ არის რომ აუცილებლად უნდა იყოს, როდესაც გასვლითი ქორწინება არის, ალბათ ვისაუბრებთ შემდგომ ამ თემაზე, რომ წინა დღეს უნდა იყოს განცხადება დარეგისტრირებული აუცილებლად. აგვიხსენით რას ნიშნავს გასვლითი ქორწინება? გასვლითი ქორწინება, აი წყვილს ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლია აირჩიოს ქორწინების რეგისტრაციისთვის ადგილი. დიახ. სახლში, რესტორანში, სადაც სტუმრები ყავს მოწვეული, სადმე ლამას პარკში, ასე კი შემდეგ. ბატონო, არის ესეთი ადგილები. ბოტანიკურ ბაღში ძალიან ხშირად არის ქორწინების დადიანების სასახლის ეზოშიც მოდიან. ზუგდიდში დადიანების სასახლეში ძალიან ხშირად გვაქვს ქორწინების რეგისტრაცია. ანუ მოდით ეს მაყურებელს აუხსნათ, მე ხა არ ვიცოდი. იუსტიციის სახლს აქვს ეს ქორწინების კუთხეს მომსახურება, რომ მაგალითად არ მინდა იუსტიციის სახლში და მინდა ანაკლის ზღვის სანაპიროზე. ჩვენ როგორ ვიქცევით? თუ იქ მინდა რომ ოფიციალურად იყოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში მეგობრები ასრულებენ ამ როლს, მაგრამ მე მინდა რომ დავუშვათ ოფიციალური იყოს. როგორ ვიქცევით ასეთ დროს? ესე იგი, ნებისმიერ იუსტიციის სახლს შეიძლება რომ მიმართოს წყვილმა, აი სიტყვაზე ვამბობ, ბათუმის იუსტიციის სახლში შეიძლება მივიდეს წყვილი, მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს რომ რეგისტრაცია მოითხოვოს თქვათ ყაზბეგში. ყაზბეგში, ბათუმიდან ყაზბეგში. მოითხოვოს. აი ამიტომ ეს ჩვენი მიზანია რომ აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ხო, მნიშვნელოვანია ძალიან. ანუ არ არსებობს შეზღუდვა. და მე ქალბატონინგა რა ხდება? ჩვენი წარმომადგენელი მიდის და არეგისტრირებს ქორწინებას ნებისმიერ ადგილზე. ხო, ეს უნიკალური რამ არის, რომ მე ავხსნე ამ დადიანების სასახლესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ პირველი წყვილი იმ დღეს არის ძალიან ბედნიერი და ეს შესანიშნავი ხალხი უქმნის ისეთ ოფიციალურ გარემოს, რომ ანუ გაფორმებაც შედის, აი რა შედის ამაში, ან დაჯავშნა, აი რა შედის ხო ეს? არა, სამწუხაროდ გაფორმება არ შედის ჩვენ იურიდიული ნაწილი, ხო? თქვენ თანახმა ხართ ქალბატონო გაყვეთ შოთა გლუჯიძეს ამას იცით. ხალხი, მოდით, კიდევ უფრო სერიოზულად ვისაუბროთ ამ სივრცეებზე. ეს სივრცეები არის განსაკუთრებული სივრცეები მართლა. როგორ ხდება ხოლმე აი სიღნაღის შემთხვევაში თუ თელავში, როგორ ხდება ამ სივრცეების დაგეგმარება, როგორ მუშაობთ ამაზე, იმიტომ რომ თქვენ ისაუბრეთ სიღნაღზე და მინდა უფრო განმარტოთ ეს აი დიზაინერი მუშაობს რა კრიტერიუმების გათვალისწინება ხდება, როგორ ხდება ამ საკითხების შეთანხმება? კი ბატონო, იცით რა არის იუსტიციის სახლის ქორწინების სივრცეები? დიახ. ცალკე არის და ცალკე არის ქორწინების სახლები. დიახ. რა თქმა უნდა, ქორწინების სახლების დიზაინზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით ერთად. იუსტიციის სახლის კუთხეზე, ქორწინების სივრცეებზე უკვე შერჩეული
დიზაინერი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით ათანხმებს შიდა ინტერიერს. თქვათ როგორ უნდა იყოს მაგიდა ხელმოსაწერი მაგიდა იქ დადგმული, როგორ უნდა იყოს შემოსასვლელი სივრცე აღქმული, ეს ყველაფერი თანხდება. ანუ თავარი ატრიბუტი არის როგორც ხვდები მაგიდა, გარდა ამისა ხდება კიდე აი რა უნდა გაითვალისწინოს, რითი არის გამორჩეული თქვათ სახლი კუთხისაგან. სახლი კუთხისაგან, იცით რა არის? სახლი უფრო ვიტყვი რომ უფრო ისეთი რიტუალი. უფრო პომპეზური არის, შემიძლია ვთქვა მასშტაბური. რაოდენობრივ სტუმრების რაოდენობითაც ალბათ იქ უფრო ბევრია. კი ბატონო. რაოდენობრივ ქორწინების სახლი უფრო რა ლამაზი სიძე პატარძალი გვამშვენებს ამბობთ ხო? და ქორწილი უკვე იყო თუ მე 60 წელი გასულა რაც პირველი ქორწინების სახლი გაიხსნა და რომელი იყო ეს თბილისში სანაპიროზე რო სახლი ეს იყო ქორწინების კამოს 2 ნომერში ეხლანდელი უზნაძის 2 ნომერი პოპულარული სახლი ძალიან მეტყვი ეს იყო პირველი ქორწინების სახლი და ეს იყო ფილმებშიც სულ ეს ქორწინების სახლი სურათებში ჩვენი კიკინჩენი ეპოქაში და ეს კი ბატონო სპეციალურად შეირჩა ეს ადგილი. გიგოედოვის ძეგლი. გადაიცით ალბათ ნინო. ეს არ ვიცოდი რომ სიმბოლური დატვირთვა ქონდა. სოციალურ ქსელებში როცა ვუყურებთ თან ახალგაზრდების ქორწილებს, როდესაც ქალბატონები ზოგჯერ ბატონებიც კი, როდესაც აი ოფიციალურ აი ამ ნაწილში მონაწილეობას იღებენ, სხვადასხვანაირი ტექსტები აქვთ. აი მაგალითად ჩვენთვის ტრადიციული ხო, აი თანახმა ხარ რომ ეკითხებიან სიძე მე თქვენ თან დღეს ცოტა ეს შეიცვალა, სხვადასხვანაირად არის. ვიღაცა მაგალითად ხო ბიჭმა პირობები წაუყენა პატარძას, პატარძალმა მისი პირობები თუ მანქანიდან გადავარდი ხო ხელით მომაშველებ და ამიყვან, თუ გრიპი დამემართათ მე მსხობ გამიკეთებ დაახლოებით ამ დონეს დავიდა. ჩვენთან როგორ არის? აი ეს ტრადიციულად ყველა ტექსტ ყველგან და იგივე ტექსტია თუ სხვადასხვანაირად არის? ნახეთ, აი ამ ფიცს თავაზობთ ჩვენ როცა განცხადებას ვიღებთ ქორწინების რეგისტრაციაზე, ყოველთვის ვეკითხებით თქვენ ფიცით მიმართავთ ერთმანეთს. მინდა ვთქვა რომ საქართველოს მოქალაქეები ცოტა თავშეკავებულები არიან ამ ფიცის მიმართ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ნორმა. ისინი ჩამოდიან და მინდა გითხრათ რომ აი რამდენიმე თავახის ფურცელი უჭირავთ ხელში და ამას კითხულობენ და ისეთი ემოციით რომ ჩვენს მაგთან ერთად ვტირივართ. აი ფრემლები ჩამოსული აი ძალიან ემოციურია და ეს სიტყვა არის არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი სიტყვების მიმართავენ ერთმანეთს. არა და ქალბატონინდა ჩვენ ამხელა ტრადიციები გვაქვს მიჯნურობის დაწყებული ვეფხის ტყავსიდან ნესტანდარეჯან ნინო ჭავჭავაძე და გრიგოედოვი და ამიტომ იმედია ეს აღდგება ეს ტრადიცია. ჩვენთან როგორ იწყება ჩვენთან ხარ თუ არა თანახმა ესე ასე იწყება. თავიდან მომწონს ეგრო ისმის. რომ საზეიმო დღე არის ყველაზე დღევანდელი დღე რომ ხდება თქვენი ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაცია. ესე იწყება და უკვე მე რომ სიყვარულის ახსნით რომ რა არის სიყვარული და შემდეგ უკვე მიმართავენ რომ ხართ თუ არა თანახმა. რამდენი ხანი გრძელდება ეს? აი რამდენი რეგლამენტი არსებობს რა? მაქსიმალურად 15 წუთი. კი ბატონო. თუკი ფიციც არის ამ ტექსტში ჩართული, მაშინ ცოტა ხანგრძლივად უცხო ქვეყნის მოქალაქეებში განსაკუთრებით ხანგრძლივად მიდის, იმიტომ რომ ფიცით მიმართავენ ერთმანეთს და ნუ ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა ალბათ, როდესაც იმ უწყების თანამშრომელი ხართ, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია აქვს მეგულისხმობ ქორწინების კულტურას, ამას ხან კარის ეკლესია ასრულებდა ამ ფუნქციას, ხან ხელმწიფის კარის გარიგება და ასე ჯულის კანონიკი აწესრიგებდა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დამატებითი სივრცეები იქნება იმისთვის, რომ ადამიანებმა მარტივად შეძლონ ერთმანეთს სიყვარული დაუმტკიცონ, შეფიცონ და ოფიციალურად გააფორმონ. ძალიან დიდი მადლობა.